გიორგი ლევიძე მოსწავლე ქუთაისიდან ითამაშებს მოაზროვნეების წინააღმდეგ. ბატონო ალექსი ჯუგაშვილი. ისმენთ ბატონო. სმენია თუ არა რაიმე კონკრეტული პოეზიის შესახებ. გამოგიტყდებით და არა. კონკრეტული პოეზია წარმოიშვა მე-20 საუკუნის 50-იან წლებში და ეწოდება პოეზიას, სადაც ენა ემსახურება არა საგნის ვითარების, ფიქრის, განწყობის აღწერას, არამედ ენა თავად ხდება ლექსის მიზანი და საგანი. ანუ ენა თავის თავს გამოსახავს. გაიგეთ არა ბატონო ბესო? ბატონო ალექსი. მოდით კონკრეტული პოეზიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნიმუშს მოვუსმინოთ. ეს არის ავსტრიელი პოეტის ერნსტ იანდლის ლექსი შცნგრმ. ყურადღება მოვისმინოთ ერნსტ იანდლის ლექსი მისივე შესრულებით. უსმინოთ. შცნგრმ, შცნგრმ, თ-თ-თ-თ, გრმ, თ-თ-თ-თ, შცნგრმ, ცნგრმ, ცნგრმ, გრმ, შცნ, შცნ, თ-თ-თ-თ, თ-თ-თ-თ, შცნგრმ, შცნგრმ, გრტ, 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 თ-თ-თ-თ, ცნგრმ, ცნგრმ, თ-თ-თ-თ, ყურადღება შეკითხვა რა თემას ეძღვნება ერნსტ იანდლის ეს ლექსი დრო ომს ეხებოდა. იმას ხო გაგონებდათ იმ ეშდეს იმ სავარაუდოდ ომს უნდა ეძღვნებოდეს. ეგ მატარებლის Так, მომისმენე, მან მატარებელი ან ომი სხვა სორტი გაუშვა. იმას რა თემას ეძღვნება? ტექსტი ხო არ ჩაგიწერია ეკა? კი. აი, ან ომი, ან მატარებელი. მატარებელი ორთმავალი ზოგადად. მე ან ომი უნდა იყოს, ან სხვა მესამე რა ვიქნებით. ომი მატარებელი. სროლას გავდა რაღაც სროლა. და სიარული იყო, სიარული იყო შოუშვა ორმის გაშვების მასაც ძალიან გავდა. მეტროს და ესე გავდა იმას ვიყრილი. ჩარჩარა უმატე იმას რომ დაატრიალებს იმას. დრო ამოიწურა ბატონო დავით იღებთ კლუბის დახმარებას? ვერსია თუ ქონდა ბატონო? კი ვერსია გქონდათ და იქნებ კლუბი დაგეხმაროთ სწორი ვერსიის არჩევაში. ალბათ. თუ არა შეიძლება მეორე მხრივ ეხლა შეიძლება გამოიცნოთ ანგარიში გახდება 4 დღე შეიძლება შემდეგი ვერ გამოიცნოთ და მე დაგჭირდეთ კლუბის დახმარება. ანუ თუმარ ჯობია ჩვენ უპასუხოთ. თქვენ თავად პასუხობთ? ხო, ვიღოთ 3 თვით ზუსტი. პასუხობთ თუ არა სწრაფად? პასუხობ. პასუხობთ თქვენ, მაშინ ვინ უპასუხებს? თქვენ თავად მე როგორ ხვდები? ხო, არ მახსოვს მართლა. არ გახსოვთ, თქვენ თავად პასუხობთ რა თემას ეძღვნება ეს ლექსი? ჩვენ ვფიქრობთ მატარებელს. რკინიგზას? ხო, რკინიგზა მატარებელს. მატარებელი, რკინიგზა. მიღებულია თქვენი პასუხი? ყურადღება სწორი პასუხი. ბატონ დავით, ბატონ ბესო, სწორედ. რას გავს ბატონ ბესო ეს საქციელი? რატო უნდა წდეთ ყელში? ბაციკაძე დაახრჩოთ, ხო? თქვენ ხო ზუსტად მიხვდით რაზე იყო საუბარი. ჩაურთეთ ვიდეო მოაზროვნებს. აი, მომი. ცნობილი პაციფისტი პოეტი ერნსტ იანდლი თავის კონკრეტულ ლექსში ასე აღწერდა ომს. თემა იყო ომი. ეს იყო ვერსია, რომელიც იყო ზედაპირზე. არ მეგონა გედეონ ფოფხაძეზე უარესად ვინმე თუ არ შედა ვერსია.